მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მზის პანელები დამონტაჟდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის სკოლაში, რომლის მუშაობითაც თუ შუქი გაითიშება, ერთი სკოლის ოთახი, ზარი და სამეთვალყურეო კამერები მაინც იმუშავებს. პროექტი ამავე სკოლის მოსწავლეს ლუკა ქარცხიას ეკუთვნის, რომელმაც სენის პროექტის ფარგლებში $1000 გრანტი მიიღო. ნაწილი კერძო ბიზნესმა დაუფინანსა და სკოლაში 2 მზის პანელი დამონტაჟდა. ნახოთ ვიდეო 16 წლის ლუკა ქარცხიას შესახებ. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 2 მზის პანელი, რომელიც უზრუნველყოფენ ერთი საკლასო ოთახის, ზარისა და სკოლაში დამონტაჟებული ყველა სამეთვალყურეო კამერის უზრუნველყოფას იმ შემთხვევაში, თუ სკოლას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შეუფერხებელი ელექტროენერგიის მიწოდება, ამის დამოუკიდებლად მზის პანელი მაინც მუშაობს და ამუშავებს ზემოჩამოთვლილ სამივე ობიექტს, ვინაიდან მოხდეს ხარჯების შემცირება და ამ დაზოგილი თანხით წლიდან წლამდე შეიკრას ბიუჯეტი და განხორციელდეს ახალი პროექტი კონკრეტულად ენერგოეფექტურობის სფეროში. ოქტომბერს დავგეგმეთ 2 მთავარი აქტივობა, ეს იყო მზის პანელების დამონტაჟება, რომელიც წარმატებით დასრულდა და ასევე იყო ენერგოეფექტურობის სფეროში ცნობიერების ამაღლება, რომელიც განხორციელდა ჩვენ სკოლაში. მე-9-დან მე-12 კლასამდე აუდიტორიისთვის იყო გათვლილი, ესწრებოდნენ ასევე მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. პროექტისთვის გამოყოფილი იყო გრანტი $1000 ოდენობით, მაგრამ ვინაიდან არ იყო საკმარისი ჩემი პროექტის განხორციელებისათვის, კომპანია Luxempower-მა, რომლის დახმარებითაც სრულყოფილებაში მოვიყვანეთ პროექტი, მათ უფასოდ დაამონტაჟეს მზის პანელები და ასევე ის მოწყობილობები, რაც ჭირდება პანელების სრულფასოვნად მუშაობისათვის. რეგიონებში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იზრდება ინოვაციური აზროვნება, ვითარდება და ახალგაზრდები ხდებიან მეტად მოტივირებულები, რომ ჩაერთონ მსგავს საზოგადოებრივ საქმიანობებში. ხობსა და ფოთში მწვანე გარდაქმნა თეორიას გაცდა და რეალობად იქცა. ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები გახდნენ, რომლებმაც საკუთარი იდეებით, ტექნოლოგიებითა და ჩართულობით გარემოს დაცვითი ცვლილებები ადგილობრივ დონეზე იწყება. როგორც სენის პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე გვეუბნება, პროექტის ფარგლებში გაიმართა 4 საინფორმაციო შეხვედრა ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, კლიმატ ცვლილებებისა და სხვა გარემოს დაცვითი საკითხების მიმართულებით, რომლებმაც ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მოიცვა. შემდეგი ეტაპი ბულაჩაურის ბანაკში 6დღიანი სასწავლო კურსი იყო, სადაც მონაწილეობის სურვილი 83 მოსწავლემ გამოთქვა. საბოლოო ჯამში ბანაკში მონაწილეობა 14 საჯარო სკოლის 35 მოსწავლემ მიიღო. ხოლო საგრანტო კონკურსში ჯამში 20 განცხადება შევიდა, სადაც თითქმის ყველა გადამზადებული მონაწილე იყო ჩართული. საგრანტო კონკურსში კი 10 ინიციატივამ გაიმარჯვა და თითოეულს $1000 გრანტი გადაეცა. 14 სკოლიდან 11 სკოლა იყო გამარჯვებული და განხორციელდა ისეთი იდეები, როგორიც არის მაგალითად მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დემონსტრირება სკოლაში. ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელმეორედ გამოყენების პრაქტიკების დემონსტრირება. ასევე იყო ჰაერის პატარა მიგისადგურის დამონტაჟება სკოლაში და ამაზე შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანია, რადგან მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რა შეიძლება გაკეთდეს ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით. მნიშვნელოვანი იყო ასევე პლასტმასას ალტერნატივების და ზოგადად ერთჯერადი მოხმარების ნივთების ალტერნატივების
აქტივების მოძიება და შეთავაზება მოსახლეობისთვის იქნებოდა მრავალჯერადი თერმოსები თუ თუ ნაჭრის ჩანთები, ასე ვთქვათ, კონკრეტული პროექტები იყო, რომლებიც ადგილებზე სკოლაში დარჩება როგორც ინფრასტრუქტურის სახით, მწვანე კუთხეებით შეიქმნა თავისი ინფრასტრუქტურით გულისხმობ მასალებით აღჭურვილი, რომლებიც შემდგომში დაეხმარება ამ ბავშვებს და მასწავლებლებს, რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ თემებზე გააგრძელონ ახალგაზრდებთან მუშაობა. შეიქმნა სახელმძღვანელო დოკუმენტებიც, რომლებიც დაურიგდათ სკოლებს, 5 სახელმძღვანელო შეიქმნა, როგორც ცირკულარულ ეკონომიკაზე, ასევე კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, მდგრად სოფლის მეურნეობაზე და ბუნებაზე დაფუძნებულ მიდგომებზე, რაც სოფლის მეურნეობასთან აქტიურად არის მდგრად სოფლის მეურნეობასთან ბმაში. ეს იყო ჩვენს ხელთარწებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.